ასე ძლიერ რომ შეგიყვარდათ ჩემი და ყავის მეგობრობა, ჩემს მე ყავის ნალექის განხილვა. დღეს კიდე დავლიე, ასე ვთქვათ, განზრახვით, რომ ეს ყოფილიყო საჯარო ყავის ნალექი. ნახოთ რა ჩანს. გარედან რაც ჩანს, ეს არის ქალი შლიაპით, რაც ჩანს, რაც გვაჩვენებს და ჩანს, რომ ქალის ჭიქა არის ქალისთვის, მის საიდუმლოებაზე, მის იდუმალებაზე. მოდი ვნახოთ. ვინც ახლა ამას უყურებს, მე გავგონდი. არ ვიცი, მინდა რომ თქვენც დაგანახოთ. მე მოვიმარჯვებ ჩემს საოცარ ჯადოსნურ კოვს, რომლის თქვენზე გადმოცემა შემიძლია, რომ დავმოხტო, გააჩნია კოვზით რა გიდათ, რომ შემოვიდეს თქვენთან. ამ შემთხვევაში მაქვს ამეთვისტოსი, რომ ჩემი ცნობიერება, მესამე თვალი და ინტუიცია გაიზარდოს. აი აქ არ ვიცი, რამდენად ხედავთ, წერია გრაგნილზე სიტყვა ქერა. აუცილებლად დააპაუზეთ ვიდეო და მომწერეთ, ვინ არის ქერა. თქვენ ხართ, სხვა ხართ. რას გეუბნებათ ეს სიტყვა. მის წინ არის მკრთალი ჯვარი და აი აქაც რას წერია და ჩვენ კიდევ ვნახავთ ამ რასოს და რა შეიძლება მითხრას ამ ყველაფერმა, რომ რაღაცა წარსულის ამბავია, რომელიც ტივტივდება, მოგაბრუნებს, მიგაბრუნებს, მობრუნდება. ამბავი რაღაცა წარსულიდან. ნახოთ. აი აქ ვხედავ პატარა ბავშვებს და ნახეთ როგორი პატარა ბავშვები და როგორ ჯვარია ისევ ყვავილის ფორმის ლამაზი ჯვარი. რა არის ახლა ეს? ნახეთ, ის რაღაცა, რაც ქერა ადამიანს უკავშირდება, შეიძლება თქვენც იყოთ ეს ქერა ადამიანი, გაგახსენებთ თქვენს წარსულს, ღრმა წარსულს, ბავშვებს, თქვენში ბავშვობას, ბავშვობის სურვილებს, ბავშვების აუხდენელ ოცნებებს. ნახეთ ადამიანი, მოიცათ ჯერ არ მოვაბრუნებ, აი ესე ნახეთ ადამიანი, როგორ არის თქვენ წილ დაჩოგილი და როგორ ინდობს, ითხოვს შენდობას თქვენგან, რომელსაც ზოგზე ძალიან დიდი ტვირთი აქვს. გაიხსენეთ ადამიანი წარსულიდან, რომელიც მოვა თქვენთან, მოგიბოდიშებთ. შეიძლება არ მოვიდეს პირდაპირ რეალურად, მაგრამ მისი სული თქვენ ბოდიშს გიხდის. აი ისევ R100, რომელიც თქვი, რაც ნიშნავს, რომ წარსულიდან მობრუნდება ეს აუცილებლად ეს ენერგია და დაჩოქილია, გააზრებული აქვს ვიღაცას და გიხდით ბოდიშს. სულ ქვევით არის ყვავი, რომელიც ეს არის საიდუმლო, ეს არის რაღაც ამბავი საიდუმლო, რომელსაც ინახავთ, არ ამჟღავნებთ. იცით თქვენ და მან, მხოლოდ თქვენ და მან და აქ ნახეთ როგორი ფასკუნჯივით უნდა ამოფრინდეს. აი საიდუმლო რაღაცა არასვენებს მას და აუცილებლად ან მოვა ეს ადამიანი, ან არ მოვა, მაგრამ ესე ვთქვათ, შინაგანად გიხდით ბოდიშს, გრძნობს ამ რაღაც შეცდომას, დანაშაულს თქვენს წინაშე. აი ნახეთ მის თავზეც როგორი რაღაცა თითქოს არ უშვებს, ნახე, თითქოს გადებული არის რაღაც ფიცარივით. ეს არის, რომ რაღაცა წინა ცხოვრების და რეინკარნაციის თემები აქვს ჩართული, რაც კითხვებზე პასუხს სცემს, გაგცემთ.
ნახე ახლა უფრო გასაგებად რა ვთქვათ. ამ ადამიანს რაღაცა ტვირთი მოყვება წინა ცხოვრებიდან, წინა რეინკარნაციებიდან, რაც თქვენთან კვეთაში არის და აუცილებლად აქვს დასამუშავებელი, ხვდება ამ იმპულსებს, გრძნობს ამას, ამიტომ ვამბობ, მან არ იცის ამის შესახებ, შეიძლება რეინკარნაციების არ სჯერა, მაგრამ შინაგანად გრძნობს ამას და მისი მთელი არსება გამოხატავს თქვენ და მე ბოდიშს. თქვენ იღებთ ამას, ნახე, მე არ ვამბობ შერიგებას აუცილებლად და რაღაცა დაბრუნებას ისტორიაში, მაგრამ ნახე თქვენ როგორც ანგელოზებით სუფთ, აი ზუსტად იმ ბავშვით, რასაც ვამბობდი, რომ თქვენ იღვიძებს ეს ბავშვურობა, სიწყფელე, თქვენ იღებთ მის ბოდიშს, თქვენ გრძნობთ მის შეცოდებას. აი რაღაცა სცენა დაიხატა ძეშეცდომელის, ოღონდ ეს ძეშეცდომელი თქვენთან მოდის და არა მამასთან. და ეს არის გამოღვიძება მისი წინა ცხოვრების რეინკარნაციების, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ანუ კითხვა პროგრამა, ამბავი, რომელიც ჩამოიტანა, რომ უნდა გაეკეთებინა აეგო, შეესრულებინა, მან ეს ვერ შეასრულა, ვერ გააკეთა და ამას განიცდის მისი მაღალი მე, მისი არაცნობიერი, თუმცა თვითონ ამას ვერ აცნობიერებს ნამდვილად. თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა, აცნობიერებს თუ არ აცნობიერებს, ეს ადამიანი გიბოდიშებთ. ასევე მინდა გითხრათ შ-ასოზე, უ-ასოზე. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ინიციალი, სახელის, გვარის კავშირი შეიძლება იყოს ამ ამბავთან, რასაც ავხწერ. საიდუმლო ეს ამბავი კიდევ ერთხელ ვიტყვი, საიდუმლო არის და დაკვირდით, როგორ თქვი სიტყვა ქერა ძალიან გარკვევით ეწერა. მოდი ვნახოთ რა ხდება მომავლისკენ. მომავლისკენ ჩანს ქალი, სტორსი, საცურაო კოსტუმში და აი მე თავიდან თქვი, რომ ქალი შლიაპით არის მეთქი რაღაცა იდუმალი, დამალული თავის შინაგანი ენერგიებით. ეხლა ესე აღარ არის, თქვენში იღვიძებს ქალურობა, სექსუალურობა, იღვიძებს, ოღონდ ჯერ კიდე არ არის გამოღვიძებული და ამ პროცესში ხართ. თვალი გაქვთ, ძალიან დიდი თვალი გაქვთ, იმიტომ რომ გაქვთ ეს რაღაცა საოცარი დიდი ენერგია, რომელსაც ამჩნევენ ადამიანები და ყველაფერი განსხვავებული, ხო იცით, შესამჩნევია და ამაზე ჭორაობენ და ესეც ძალიან დიდ თვალს ასვავენ. აი დიდ ყუდა თავს ხო ხედავთ, ეს თქვენი ნაბიჯი მატერიაში იქნება ძალიან მყარი, ძალიან მჭიდრო, თქვენი ქალურობის გამოღვიძება, თქვენი ამ სექსუალური ენერგიის გადყორცნა, ეს თქვენ დაუნებურად მოხდება, ნუ შეუშლით ამას ხელს. ეხლა ნახეთ რა საინტერესო ამბავი ჩანს აქ. ნახეთ, ვინც ძალიან გთხოვთ დააპაუზეთ ვიდეო და მომწერეთ. დაგენგრათ თუ არა თქვენ ოჯახი, იმიტომ რომ აქ არის ბეჭედი, რომელიც გადატეხილია, ქვედა ნაწილი არა აქვს და ზევით აქვს კარმა, სამიანი. ანუ ეს შეიძლება ძალიან მძაფრი სიყვარული იყო, ძალიან დიდი, რომელიც ჩამოინგრა და არ უნდა ყოფილიყო ესე. თქვენ დაიბადეთ, თქვენ დადეთ კონტრაქტი შენ და მისმა სულმა, რომ ამ ცხოვრებაში ყოფილიყავით ბედნიერი წყვილი და ეს ვერ მოხერხდა, ეს ვერ გაკეთდა. აი ამის შემოbrunება ჩანს, ოღონდ არა სიტუაციურად, არამედ გააზრებას ვხედავ, ნახე, ძალიან დიდ გააზრებას. და რა არის მთავარი თქვენთვის ამ გააზრებაში? ის რომ მიუხედავად იმისა, რა ასაკის ხართ, რა წონის ხართ, რა გარეგნობის ხართ, რა ჯანმრთელობის ხართ, როგორ აფასებთ თქვენ თავს, თქვენში აი ვულკანურად იღვიძებს ქალური, სექსუალური ენერგეტიკა და თქვენ ამას იგრძნობთ. და სხვათა შორის გექნებათ აი ფლირტის დონეზე თავდაპირველად მე როგორ გადაცრდით ამას თქვენი ნება ძალიან ესე ვთქვათ
მიზიდულობა მამაკაცების მხრიდან მოგწერენ, შეიძლება უცნობებით, შეიძლება ძველი ნაცნობებით. აი ეს ყველაფერი მოხდება თქვენთან, დააკვირდით, გაგიკვირდებათ, რომ რა ხდება ჩემ თავს, ძალიან გააქტიურდებიან თქვენს გარშემო საპირისპირო სქესის ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ლტოლვა, მოწონება, სიმპათია, თქვენდამი, ეს ნამდვილად ექნებათ. თქვენ იგრძნობთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოდი გავუსვათ ხაზი. მიუხედავად ასე კი ისა, გარეგნობისა, წონისა, ჯანმრთელობისა, ვიზუალური ეფექტისა, თქვენში გაიღვიძებს სექსუალური ენერგია. თქვენ ალბათ გესმით, რომ ეს ამ ყველაფერთან რაც ჩამოვთვალე, არაფერ კავშირში არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლამაზი, ულამაზესი ქალი დადის ამ სამყაროში, ძალიან მარტოსული როგორც ქალი. ნახეთ რა ხდება თქვენს ფსკერზე, ჭიქის ფსკერზე, ანუ გულში, ასე ვთქვათ, რამხელა აქლემია, ორკუზიანი აქლემი, რომლის წინაც ესეთი გულია. აქლემი არის ცხოველი, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ, ერთფეროვან სივრცეში მოგზაურობს და დადის უდაბნოში, ხო? არაფერი არ არის იქ თვალწარმტაცი, არც ხეებია, არც წყაროა, არც ჩანჩქერია, მოკლედ. არც ბალახები და ყვავილები. ყველაფერი არის ერთფეროვანი, რუტინული, დამღლელი, აი მდორე და ჩანს რომ თქვენ გაქვთ ესეთი ცხოვრება ძალიან რუტინული, ერთფეროვანი, ქრთალი, მაგრამ იცოდეთ რომ აი ამ ყოფაში თქვენ მაინც აგრძელებთ გზას და დაელოდეთ, საინტერესო ამბები მოხდება თქვენ ცხოვრებაში. ხო, ესე ფიქრობთ რომ აი რა უნდა მოხდეს? რა უნდა მოხდეს? ყველა დღე ერთნაირია, ყველაფერი ერთმანეთს გავს. რა უნდა იყოს, რა უნდა მოხდეს, მაგრამ დაელოდეთ თქვენ ძალიან საინტერესო რომანტიკული ამბავი გელოდებათ მომავალში. ამ ჭიქაში იმდენი ჯვარი იყო. იმდენი ჯვარი იყო და წინა აქციიდან გამომდინარე ისეთი გამოხმაურება ქონდა, მე კიდე შევძელი და მოვახერხე ის, რომ შემოგთავაზოთ და გთავაზობთ აი ესეთ ამულეტს, ვინც ცხადია ისარგებლებს ამ აქციით, ყველას ყავაზე კონსულტაციას მსურველს და ვინც შეიძეს ყავაზე კონსულტაციას, საჩუქრად გადაეცემა ესეთი ამულეტი. ჯვარი რო დაიცვას, რო იყოს დაცული, ეს ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, დამცავი არის, დაიმოხდება რეიქის ენერგეტიკით, გააქტიურდება თქვენს სახელზე და უსასრულობა, რომ იყოს ყველაფერი კარგი, რაც თქვენთან არის, ბარაქა უსასრულოდ დაცული, სიყვარული უსასრულოდ დაცული, ბედნიერება უსასრულოდ დაცული, ჯანმრთელობა უსასრულოდ დაცული, აი სიმშვიდის უსასრულობის და სხვათა შორის კარმა რო ადვილად დაამუშავოთ, ვისაც გჭირდებათ ეს არაჩვეულებრივი შემოთავაზება მაქვს და ისარგებლეთ ამითი. მე კი გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე თქვენი ნათია შაი. მე მხოლოდ შეგახსენებთ იმას, რომ ჩემი ნომერი არის 591233507. აქტიურია ვიბერზე, WhatsApp-ზე, სწორედ მან უნდა მომწეროთ, ან Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი და ასევე შეგახსენებთ, რომ არასოდეს არ დარჩეთ არავისთან ვალში, მათ შორის ჩემს ენერგიებთანაც, ამიტომ ვინც არ ხართ გამომწერი, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ თუ მოგეწონათ, არსებულ ვიდეოები არ გათიშოთ, იმიტომ რომ თქვენ ამაში არაფერს არ იხდით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან ცუდია, როდესაც ვალში რჩებით, მერე ვერ ხვდებით რატო მიდის რაღაცა სადღაც და გეკარგებათ, იმიტომ რომ არ გაასწორებით სამყაროსთან, ასე ვთქვათ და დამიკომენტარეთ, ძალიან მაინტერესებს, ქერა თქვენ ხართ თუ ვინ არის ამ ცხოვრებაში, ეს აი ამ ასოებზე ვის ინიციალები არის, ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი, თუ სურვილი გაქვთ მომწერეთ და რა დაგენგრათ ოჯახი, თუ ძალიან ღრმა და ძლიერი სიყვარული, რომელიც თქვენი სულიდან და თქვენი ცნობიერებიდან არ გაქრა. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომთან.